მუშაობა დავიწყე, მეთქი რაღაცა იქნება თქო და ეს ამის პრობლემებსაც მე ვაგვარებ. პოლიციის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულ რესვიაშვილსა და ტეროზე შორის უთანხმოება პირადი ან გაისტორების საფუძველზე მოხდა. გუშინ ღამით თბილისის ტაბახმელის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ეჭვმიტანილი წეროზე გადაცვლილი იგოვეს. არა, პატრული მეც ვიფიქრე, მაგრამ რა უთხრა რელა, ტელეფონს არიღებ ჩემი შვილი თქო. ატრაგებ. კეთის რეკავს მთელი ღამეა და არის ერთი ამბავი რა. ეს რა არის? ეს რა? ეს იმას დარჩა რა, ჩემი ნათესავი გადამაწდა დღეს ამ ბიზნეს ამბებზე რომ დავუძინე რა. და შენ ნათესავი ბავშვის სათამაშოდ დადის? რატო ხარ ჩუმად? რა ვფიქრობდი? რას ფიქრობ? ისეთი არაფერი. ხوار ნანობ გუშინდელს. რატომ ნანობ? შვენერი გამოიყო. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემი ცოლის მერე ესეც სერიოზული ურთიერთობა მართლა არ არის თან არ მქონია. მინდოდა, მაგრამ რაღაცა არ გამომდიოდა. ხოდა ნუ ფიქრობ. բայց მე არაფერს არ გთხოვ. რო არ მომწონდე დღეს ერთად არ გავიგვეცებდით. მე მგონი ხვდები ამას, ხო? ამისმინე ხვდები. და მეც იგივეს ვფიქრობ, მინდა გითხრა. ხო, და ძალიან ბევრს ვფიქრობ. რაც იყო. მე მგონი რომ ძალიან სასიამოვნო იყო და თუ კიდევ უფრო გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, უფრო სასიამოვნო იქნება. მე მგონი ადამიანი ამდენს არ უნდა ფიქრობდეს რა. რაც გინდა, ის უნდა გააკეთო. მართალი ხარ, მართალი. გაგვენდება შენ? კი, სამსახურში უნდა წავიდე. შენ არ მიდიხარ? ხო, მეც მივდივარ. რაღაცები მაქვს ფილმზე გადასაკეთებელი რა და ვეღარ დავამთავრე. გითხარი რა გინდა და გაგიხმარე. არა, ნუ ის საბუთი მინდოდა და ნუ შენ ვერ მაძლევ მაქვს საბუთს. დანარჩენი ყველაფერში დამეხმარე შენ. რა საბუთი? აი მაშინ რო გთხოვე და მოარი რომ მითხარი. ჩათვალე რომ ეგ საბუთი შენ გექნება დღესვე. რა?
ეს ვერ იქნება რა. ოჰო. წავედი ხამის ხავს მივიღებ. გავედით მაგრამ. აი, მე წავდგები მან. კაი. სამზერო შუბიდან რამე ხალხს საჭმელი ხარ და გააკეთე. კაი. хорошо? Алло. გვანც რა შვები? რა ვიცი, ოფერხა სამსახურში წასვლები, შენ? აბა თუ გამოიცნობ სად ვარ? რა? ვახოსთან. რა? ფერი მოვაგვარე რაც მინდოდა. მართლა? კი. არა მე თვითონაც გაოგნებული ვარ, просто ისე მაგრა გავაკეთე ყველაფერი. აუ თეთრ გიში ხარ. აი მე დაგირეკავ, კაი. შენ არ მიდიხარ დღეს სალონში? იგი როგორ არ მივდივარ, ზოთ? რასაც ვათვალიერებ, ახალი პროდუქციის შეტანა მინდათ, მის საღებავები, ნიღბები, რაღაცები. კარგად მიდის ხომ მუშაობა? კი, ნორმალურად. და შენ როგორ ახალ? ინგლისს მე აღარ გვილაპარაკია. არა მიშე. და ვერ გავიგე წესიერ მაინც რა მოხდა. არაფერი ისეთი რუსიდან. არაფერი უბრალოდ ცოტა გადავიღალე ალბათ. შეგვიყავ და რატო 1-10 დაისვენებ შენ გემოზე, ხა? რას ფიქრობ? არა, შეგვიძლია არ მინდა, უბრალოდ შენთან მინდა რაღაც დავაპარაკება, იცი? რა ხდება? არა, არაფერი ისეთი უბრალოდ რა ვიცი, ძალიან კი მიჭირს მაგის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე რომ თქვენგან უნდა წამეთ. შენგან მიდიხარ და ტოვე? ხო იცი როგორ მიჭირს ახლა ამის თქმა, იმიტომ რომ ფაქტურად ჩემი მეორე ოჯახი თქვენ ახარ. ხო და რო ვიცი, იმიტომ გამიკვირდა და რატო? სხვა სამსახურები ვიშოვე უკრაინაში. უკრაინაში? ხო. წარმოგიდგენია, ჩემ ერთ ახლობას ქონია იქ რაღაცა ქართულ-უკრაინული ჟურნალი და რედაქტორის მოადგილეობა შემომთავაზა. ой, რა კაია. ხო, არაჩვეულებრივი ოჯახია სხვათა შორის და კიევში ვიცხოვრებ მაგათთან. ხო, მაგრამ გინდა ესე საცხოვრება? ხო, რა ვიცი, მაგაზე მეც ვფიქრე, მაგრამ იცი რა, ალბათ თავიდან ცოტა გამიჭირდება და მე შევეჩვევინო. რა ვიცი, ნანა, თუ ფულის პრობლემაა, ხელფას მოგიმატებ. არა, რას ამბობ რუსულან, არა. ფულის პრობლემა არაფერ შუაში, ხო იცი, კეთი მუშაობს, კარგი ხალხი ახლა. მაგოც რაღაცას იმედია ისამს, არა. არ მოგერიდოს ესე. არა, საყვარელო, არა, მე ხო იცი შენ ყოველთვის. ისე ამ სიბერეში რა ცვლილებები გადავწყვიტე. რა დროს ლიბერია. რა ვიცი. არა, ისე კარგი ქენი ის გადაწყვეტილება რომ მიიღო. მე კი გული მწუდება რომ ჩემთან ვაყარებ. ო, მეც ძალიან, მაგრამ იცი რა, თქვენც ხა მთელი დღე არა ხარ ცახში. მაგოსაც ისე იშვიათად ხედავ უკვე. კეთი იყო და სულ მიმატოვა. რა ვიცი, ვფიქრე წავალ ჩემ პროფესიით მაინც ვერ მუშაობ. არა, კარგია. ბროთ ეხა მე უნდა ვიპოვო შემცვლელი. და თან შენი შემცვლის პოვნა ესე იონია, ნანა. რუსუდან მომისმინე. თუ მენდობი, მე მყავს ერთი ჩემი ნათესავი გოგოა, არაჩვეულებრივი, ძალიან ესეთია, შრომელი, პატიოსანი, თუ კიდე მოგიყვან იმას. როგორ არ მინდა შენი რეკომენდაციით, მე თურმე ეს რას ამბობ. თან ახლა აქ ბევრი საქმე არ არის რა. დილით საჭმელს გააკეთებს და აალაგებს და წავა. მოდი რა ვქნათ, იცი, მაშინ მე ხვალ მოგიყვან. აუხსნე ყველაფერს რა, როგორ. და ხვალ ხდება ჩემი გოგო. კოკა, მანახე. ой, კოკა, რა ქენი? იყიდე ბილეთი. ხვალ წავა და ზუსტად მეწოდინება როდის ჩამოდივარ. ხო, კაიდე და მომწერე, ხო? ნუ რაღაცა ჩუქარი მიყიდა და არ მეუბნება რა არის. რამდენიმე დღე მოითმინე და ზუსტად გეწოდინება. ეხა მაინტერესებს. თქვენი რა შვებით? რა ვიცი ვართ რა. უი, ნანა აპირებს წავსოს და ისე გული მწყდება. მიდი ხარ? ხო.
ანა. ძალიან მეწყინა. უკრაინაში უნდა იყოს ჟურნალის რედაქტორი. რედაქტორის მოადგილე. ძალიან მომენატრები. მე ჩემო საყვარელო ძალიან მომენატრები. შენ ალბათ გოგას ჩამოსვას ვერც მოუსწრ. ხო, ალბათ ვერა გოგა ვერა. ჩემს გამო საქმეს ნუ გაიფუჭებთ. ანა, შენ გარეშე როგორ უნდა ვიყოთ? გენაცვალე, სულ კი არ მივდივარ, ჩამოვა. დაიშალეთ ბავშვები ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. ანუ არ უნდა ხო, მაინც ამბობ. ჟავილი დავყურე. ოდა კაროჩე ლეირო შევედი ამ ციხეში. ციხე რა 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გეგონება, ჯერ ისეთი ციხეებია. ხო, ხედავ კედლებზე აწერია აქ იჯდა გელა, აქ იჯდა გიორგა რა. რა მთელი გდანის საძმოშ და რაღაცები წერია იმენა ქართულად რა. მე კი ქართველებს როგორ ვერ ვნახავ რა. მივაჭერი ტიპთან, იმე რომ შეხედავდი ქართველი მასტი იყო წვერი რა ამე შაურემანი აქ. მივაჭერი მეთქი ქართველი ხარ. თურქი არ აღმოჩნდა ეს ჩემი სადო. ეგრე დავდიოდი ყველასთან, ვინც მეგონა რომ ქართველი იყო, მივიდოდი ყველა თურქია ან არაბია ეს ჩემი სერვი რა, კაროჩე რა. ხო არ დავიკვირებდი ძმებო ქართველები რომლები ხართ ან რაღაც ხო არ ვიზავდი, შევეშვი რა ბოლოს რა. და ერთხელაც სასადილოში ვარ რა. და ჩემსკენ მოდის ხედავ ვიღაცა მაღალი, მოხეული მასტი დაკონტული რაღაცა ეს კურტო მოუგანა. იმენა ფრიცი ოღონდ რო შეხედავ, გერმანელია რა, ტიპი რა. და მოვიდა და გაუმარჯოსო რა, ქართველი ხარო, შევხედე, ქართველი ვარ მეთქიდო რა. და დაუახლოვდით, მაგრამ ნეტა არ დავახლოვებულიყავი იმ ჩემისასო, იმიტომ რომ ჯერ სუბაზრობდა. ოღონდ სუსისულელებს მელაპარაკებოდა რა, კაროჩე. იმის სკოლაში გერმანული ვაფშე ვერ ვისწავლე. და ის იყო კიდე მაგარი, ერთი კლაუსა იყო, კლაუსა ყავდა ციხის ზედამხედველი იყო რა, ის მოხეული როჟა, ის რაღაც მასტი იყო. რაღა ის და რაღა შენ, კაროჩე რა. მაგარი პარიადაშნი მასტი იყო. ალბათ აიდედის-შვილი იყავი და ლოგინი არ აგელაგებინან, საუზმეზე საჭმელი დაგეტო. ეგრევე გიჩნდა, დაჯერა იყო ხო იცი? გარეთ გაგიყვანდა სუფთა ჰაერზე და ფოთლებს გახვეტინებდა. მეც მეტი რა მინდოდა, და ციხე სუფთა ჰაერი არ ჯობდა. ვიღავი ესე რა, არ ჭამდი. აშვებით როგორ ხარ? აშვებით. როგორ ხარდე? რა ვიცი, კარგად. ეს მama, აგზა წამოაპარჩი რაღაცა მივიღოთ რა. კი. თუ არაფერი არ გინდათ? არა. როგორ ხარ ბაშა? კარგად და. იყო ექემა. კი, წერანიკო. რა უმარ რა თქვა? რა უნდა ეთქვა, მაგაი 15 წუთის წინ არ გელაპარაკე, ახალს რას მეტყოდ. შერაშვები. რაზე მეკითხა რა? დათოზე. არაფერს და. რა არაფერს, შენ შემოყვედი, ზატკა გავიდა, ეხლა მე მასტერე. ეს ხილი ვინ მოიტანა? ლუიზა. ამირეკა დღეს რომლამდეა შეშვების საათები? ამირეკა კი არა, იმდენს რეკავს. თან ვერც ვიღებ ტესიერად ამ ტელეფონს. არ გინდა გაჭმა? არა, არაფერი არ მინდა მე. სან წავიდა ეს ჩემის? მე რა ვიცი. ბიჭო. უკაინის პონტი ეძრობა, კაი, მე გადავდი. არა, რას კი ხატავები შეჭი. ეხლა მომწერის. ჩერეს მწვანეა რა. ბიჭო, რა ღირს ე? ბიჭო, რავი. ეხლა ეგრე იავნად ვერ მწერს, მაგრამ კარჩი ადრე რომ ველაპარაკი $200 მითხრა რა. კაი, რა ამბავია შეჭი. აბა რა გონია შეჭი ნადია. მოიცა? სად უნდა ავიღოთ? კარჩი მომწერს რა თუ ვეთქვი რომ მინდა რა. და ბიჭო, ჩვენ წავიდეთ ხო? არა. ოდი მამა ჩემი გაუშვათ, ჰა? კაი, რა აქ სიმპონში კითხე რა ხო იცი, ხა მაგარი შარია მაგისა. ოზმაო, მაგრამ თუ წამალი გინდა ეგრეა რა. ვარ და აი კონფეტები გავწუწუნებ და ვიდაიქეთ, ჰა? ბიჭო, მომისმინე. ეს რო გაუშვათ? ვინ ეს? მაკო? აი რა, ჩვენ წავიდეთ რა. რატო არა? აი რა რატო არა, შეჩემა დაიჭერენ ეგრევე. დებილია, იცი. დაიჭირო მე. რას მიყურებ რა, რომელი შეიძლება კაცია შეჩემა, ორი დღეა რაც იცი.
ფული? დაჭერას მირჩევნია ფული დამეკაროს რა, ინდიაში. შე რა იცი, ხომ გამოძრო შეჩემო რა. თან ეხა მე არ მინდა რა იქნას ხო რა. და ხოსტი მყავს უეჭველი ვიცი. არა ხო მეც მაგრაულის კავშირი ჩემო. წავა არა. ეს? რა საუბარი მე ხედავ შეჩემო ყველაფერზე გიჟივით რო დარბის. წავა ბარასის. ანუ ესე იგი უთხრა რომ გვინდა ხო? გვინდა როგორ არ გვინდა ანუ უეჭველი რა. ბიჭო მაგას ახლა შენ შენი სახელი წერ? ხო, მაგრამ კაროჩე რას კოდური სიტყვები და თემები ხვაზე ხარ კაროჩე რა. საოთხო რა. ბიჭო, რა მაცივარი ქონდათ გაფუჭებული და იქით გადავიდი რა. ბიჭო, ვაბო. კოკაინის პონტი იჩითება რა. მართლადო. ხო, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს დიდი. რა. ჩვენ მე მივდივართ რა ასაღებად რა მეტად. რატო? ბიჭო, რატო და იმ დღეს რაღაცა კამანდა გაიჩითა რა, დაგვადგნენ რა, კი გამოუძვერით, მაგრამ ხვაზე ხარ რა, კაროჩე რა, ანუ ჩვენი სახეები იციან რა. ეგ თემა. რა ვიცი რა, მე რო დამიჯერო. ბიჭო, მომისმენი, არა, შენ სახეს არავინ არ იცავს ეხა ხო იცი და მარტივად რა, ფულს დადებ და წავა. ხო, რა ჯერ ერთი რამე დაგიჭირო, ეგრე ადვილად რო იჭერდნენ შეჩემ ამის დედას მოტყან მაშინ რა. რავი, წავალ რა უქნა ალბათ. აი შეჩემო საშიშრო იყო შენ ხო არ გაგიშვება. არა, ასნია ძალიან. ანუ ესე იგი მივწევ ხო, გვინდა და იას, იას. აი. ძალიან კარგი, რა ვიცი გერები ხართ რა. ბიჭოს რა ხირს? 220 გითხარი ხო, $220. რა უყოთ რა. არ შეწერ რა. უბრალოდ ფულია საჩარჩო. გავაძრა ბაზარია. ვიტოში კაი პონჩი მიჩიტებით რა და იგო. სალი დედა, ის მაინც მითხარი როგორი კაბაში არჩია. ხო, კაი რა დედა. რა კარგი დედიკო რა. კაი, მაშინ ყიდულობ თუ უნდა შეაკერინო? რავი, თუ ვიშავი ჩემს ამას აღარ შევაკერინებ. სად არის მამა ამდენი ხანი? არ ვიცი, ვიღაც ახლობელს ელოდება. დამაგვიანდება ხო გითხარ. ხო და რა თქვენდა ახლობელი? აბა სამ დღეში რესტორანს ვინ დაგითმოთ და ახლობელი თუ არ არის? ხო, მაგრამ მერიდება იქნებ ნახოთ რამე ისე. არაფერი არ უნდა გვინახა, გადასარევი რესტორანია. მერიდება მაინც. არაფერი არ არის მოსარიდებელი დედიკო, ძალიან კარგი რესტორანია რა. შენ მითხარი კაბაზე როდოს წავალ? რავი, რო გამოვალთ რესტორანიდან მერე. კაი, მანახე რა, როგორი გინდა ის მაინც ვიცოდე. აი მე. აი ესეთი მინდა. აი, მამაზია და მოვიდა მამა. ეს ის კანია. დედა. გამარჯობა. რა თქმა უნდა, ეცენა? ატო. კარგად სენაცია. გილოცავ სალი, მართლა ძალიან გამიხარდა შენია. მადლობა დიდი. კახა მითხრა რესტორანზე, მართლა ძალიან კარგი რესტორანია. იგი, კარგი რესტორანია, რასთავარი ნაციას მოეწონა. და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ეს არის ხორცელი, მაგრამ გავმართოთ. ძალიან კარგი. ხო, უბრალოდ არ მინდოდა რომ კახას ვინმე შეაწუხებინა. კარგი რა შეწუხება პირიქით, ძალიან მიხარია რომ რამით მაინც გეხმარებით. ნათია ძალიან კარგი გეუბნება გაქვთ. არაჩვეულებრივი რესტორანია. ამ რესტორნის მეპატრონე ჩემი ბიძაშვილია. ცოლი ყავს დიზაინერი და თვითონ არის მხატვარი. ხო და აი აბსოლუტურად ყველაფერი, ინტერიერით დაწყებული, პატარა უმნიშვნელო დეტალით დამთავრებული, ყველაფერი ძალიან გემოვნებით აქვთ გაკეთებული. კი, ძალიან დახვეწილია, ძალიან დახვეწილია. ხო, ვიცი კი. ხო, გუშინ ველაპარაკე და დღეს გველოდება უკვე და წავიდეთ. იქ არ მოვა? არა, იკავე რა ხერხებს წამოსვლას და ჩვენ წავიდეთ. მაშინ წავიდეთ, რაღაც ველოდებით რა. კი ბატონო. რათი? მიდი. როგორ ხარ ბესო? მე კარგად, შენ? მე ფანტასტიკურად. ხდება რამე? კი.
ეგა. მაგრამ ხომ ამბობდი რომ ვერ შოულობო? ვამბობდი, მაგრამ ვიშოვე. როგორ მოახერხე? რა ვიცი. ეცე რაღაც ძალიან მინდა მიზანს საბოლოოდ შევაღწევ. შენ მე გამოგვირ. ოჩახ. აიცი არც კი მეგონა თუ ამ საბუთს ოდესმე ვნახავდი. ხო, რაღაც მომენტში მეც შემეპარა ეჯვი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვიპოვე. შენ იცი რომ აი ამ საბუთით ჩვენ დიდ საქმეებს გავაკეთებთ. ბოლოს და ბოლოს თუ ხო არ გიწვალეთ ამდენი. ხო, აი სტადია შეიკრება. საბოლოოდ დავარტყამთ რაღაც. ხო და სტატიისთვის ხომ არ გაკლია რამე გინე? არა, რაღაცები ჭირდება, მაგრამ მე თვითონ ვიშოვე. ისეთ სტატიას დავწყე. ისეთ სტატიას. ჩვენ ბიჭს საბოლოოდ დაერხება. დარწმუნებული ვარ მაგაში. მოკლედ მე ყველაფერში დაგეხმარები. ხომიცი? ჩემი იმედი კონდეს. ერთად უფრო გაგვიადვილდება მოქმედება, მესმის? ყველაზე მთავარია, რაც დავიწყეთ, ის უნდა მივყვანოთ. აი მეც ეგ მინდა. მე მართლა მეგონა ასეთი კარგი თუ იქნება და დაახუშენო. მეც მომეწონა ძალიან. არა, საუკეთესო რესტორანია. ნათია. რა სიტყვი? რა ვიცი, არის. მოდით მე დავტოვოთ, კარგი სამსახურში მეჩქარება. ვირას თქვენ უკვე იცნობთ და უჩემოდათ შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ. მე წაგიღო კაცო. არა, ტაქსით წავალ, რატო? თქვენ დაგეგმეთ, რა ვიცი, მოვილაპარაკეთ. მადლობა ძალიან. არა, ის კარგად. შვენიერია. ყველაზე კაი ვარიანტი ესაა. ხო, ძალიან კაია. თან მენიუც მომეწონა, მაგრამ მარტო ქართული საჭმელები რო არ არის. ნათია, თქვი რამე რა? მე არ მომწონს. რატო არ მოგწონს? არ მომწონს. ადრე ვარ აქ დავყოთ და უკეთესია. არა, რატო კაია, რა როგორც მინდა ისე მოვაწყო. არა, დედა, ადრე იყო სხვანაირი ინტერიერი და ეხლა არ ვარგა. თან ვიხდით პატარა ქორწილზე, რაში გჭირდება ამ ხელა დარბაზი არ მოსულს. რა დაგემართ ადამიანო. ბიჭო, ადგილის კარგია, ფარსის როგორ დაგვიგნო იმ კაცმა ხა, ხო ნახე რა. ყველაზე კაი ვარიანტი ეს არის. თან ერთი თვე ხოლმე გვაქვს, ყველაზე ქორწილები. არ ვარგა და მენიუც არ უვარგათ. და საერთოდ არ მესმის, რატო უნდა მოაწეროს ადამიანმა ხელი რესტორნის დარბაზში. არსებობს ამისთვის ქორწილების სახლი. ნათია, ხო გაგახსოვს? ძალიან კარგად, რა არ მომწონს და ხო შეიძლება რომ ჩემი აზრიც გაითვალისწინო. ნათია, ასე ნატოს გამო თუ გადაიფიქრე ეს რესტორანი, ძალიან თქმა. სისულელი და ნატო როცა. მოდრე ახლა ჩვენი ურთიერთობის გამო სალეს ხორცს ნუ ჩავშლით. არაფერ შუაში არ არის აქ ჩვენი ურთიერთობა. წამოდი ახლა სხვა რესტორანი ვნახოთ. ნატოზე აგერბა ახლა. შენ გაგიმარჯოს შემოდავით. კენეც. ოქროკაც გაუმარჯოს. აი, ვალეკო, შემი რამდენად უნდა დალიო ჩემი სარაიდე. შენ გენაცვალე მე. კაი კაცი რო ხარ, იმიტომ ამბობ შესაძლოს ამდენჯერ და სუიტყვი შემოძრავო. არა ვარ მე კაი კაცი. არა ვარ. რა ხარ ბიჭო? არა ვარ მე. გაჩერდი ბიჭო, კაი კაცი ხარ, შენ მე გეუბნები კაცი. გივი ხო იცი შენ? გივი ხო იცი? გივი რო კაცზე იტყვის, კაი კაციაო. ის კაი კაცია, ძმაო. გივიო. ყველას უყარხარ, ძმაო. ყველას უყარხარ, ყველას.
არა ვალეკო, არა ყველას არ უყვარვარ. გაჩერდი კაცო რა, კაი ყველას უყვარვარ გოგო. არ უყვარვარ ბიჭო, ყველას არ უყვარვარ. კაი რა ბიჭო. ჩემს არ უყვარვარ ბიჭო, ჩემ მაკუშას არ უყვარვარ ისმის. აი ამაშია საქმე. აი რა შამ. ეგრე. აღაცნაირად. ეს დაგვეძაბა ურთიერთობა რა. ავიჭერით რაღაცაში, არ ვიცი. აღარ მინდობა რა. ეგრეა. დათო მომისმინე ნათო ჩემი ზოგი. მე გეტყვით ზოგი. სოქმარი ხან იჩხუბებს, ხან არ იჩხუბებს, ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება, ძმაო რა. შენ გენაცვალე. მე რომ იყურებ, ძმაო. ყოველდღე ვეჩხუბებოდი ჩემსულს, მაგრამ მაგაზე კაი გოგო მე ვერ ვნახე ჯერ ვერსა. ალეკო მომისმინე. შენ იცი რომ მე ჩემმა ორმა ბავშვობის მეგობარმა მიღალა. ეგრე. რა შავი. აი ეს ბინას მოხედა. ეს ლეილას ბინა, ჩემი სიდედის. ბანკში ჩამადერბინის. მე გადამოვიდეს. აი ეს. მე ვაგად გამო 3 თვე ვიჯექი ციხეშო. აქ ყველაფერს ჩემი მაკუშა პატრონობდა. იმ ბანკის ვალსაც ისიხდიდა. ეგრეა. აი ეს ჩვენი ტაქსების ამბავიც მაგალითად უხაგონია. ისინი არ ვიცი შარში არ გავხვიო რა. ალგი შენ კიდე არ იცი რა მე რა. აი იმ დღესაც სერის გამო აი დამჭრა. პატრონში ვიჯექი მე დაკითხვაზე. ჩემი ლეილას ოპერაციასაც ვერ დავესწარი რა. იმის მე როგორ უნდა მენდოსა. აი დათო რა, ესე არ იქნება ძმაო რა. შენ უგეშინია რა შენი ჩილი. მე რომ მიყურებ ძმაო და რომ მეუბნები და მე რომ გეუბნები რომ 1000 ადგილზე მუშაობდი და ესა და ისა ასე კი არ არის ძმაო ეს. სანამ ჩემი ცოლი აქეთ ხარეს იყო შენ გენაცვალი დათო ხო? რომ მუშაობდა და მივხვდით რომ მაგის ხელფასი მარტო პულის ფულზე არ ყოფნიდა. მოკიდა ხელი ბავშვს და წავიდა საბერძნეთში შენ გენაცვალი. წავიდა და მე ამოძრავდი და მე დავიწყებ რაღაცების ჩალიჯითორე, ასე კი არ იყო შენი ჭირიმე. ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერი მაგრად იქნება. გენაცვალე რა, შენი ჭირიმე ახლა შენ გენაცვალე დავით. ჩვენ მოვინდომოს, და ყველაფერი მაგრად იქნება დამიჯერე რა. შენი ჭირიმე დათო ბიჭო რაზია ხარ. აბა რა ძმაო, ამიტომ ჩვენ ოჯახებს გავუმართოთ რა. მაგათ ვენაცვალე ბიჭო რაზია ლაპარაკი ჩვენ უნდა მივდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ. მოდი რა ერთ ჯიგრიანად ჩვენ გაგვიმარჯოს რა. გაგვიმარჯოს შენ ჭირიმე. ოქრო ხარ. ვენაცვალე. აბა რა ბიჭო. დააყოლე რა მე. დააყოლე კაცო ეს არის. ნუ მოკლედ ასე უცბად გადავწყვიტეთ. არ იცი შენ ახლა სალის ამბავი? არა, დაიჩემა, ან ჩემ დაბადების დღეზე გავაკეთებ, ან საერთოდ არ მინდა ქორწილიო. ხო, კაბაზია ახლა წასული. მე არ იცი რამდენი ვეხვეწე, რომ გამოვყვები მეთქი და უარი მითხრა. აი, მე ეს ჩემი შვილი რაღაცას რო დაიჩემებს. მოიცა მოვიდა მე მგონი დაგირეკავ. კაი, საყვარელო. მოდი დე. მე ძალიან დავიღალა. რა ის ეს? დედა კაბა რა იქნება? მოიჩვენე რა. ნახე. არა ისე არ მინდა ჩაიცვი. ავი ხა ძალიან დაღლილი ვარ, ცოტა ხანს ჩავიცმევ რა. არდე. მე როგორ მაინტერესებს? ფეხსაც მერიც ვიყიდე. ოჩახ. კარგი მოგიფიქრებია და იკა? იკას კოსტიუმზე ხვალ გავალთავოთ რა. კაი დე. აუ გეხვეწები რა, არ დაიზარო, ჩაიცვი ძალიან მაინტერესებს. მე კარგი. კაი. ალო? ხომე რა. კარგა ჩვენ შენ? როგორ თუ ვერ ჩამოხვალ? კარგი რა, კიდე შეხვედრა?
ნუ არ ვიცი არაფერი, მაგრამ ისედაც ამდენი ხანია წასული ხარ. ნუ ხარ რას ვიზავთ? ნუ კარგი იყო აქ რო ყოფილიყავი. აი დარეკნე. დედა ნათია მოდი. ჯიჯო, ადგილი ყوار შევეცვალოთ, რაც ვეღარ ჩერდები აქ. აი რა თევარი მარტო და ცოდო არა. გაიცნობე. მე პროსტა არ მინდა სახშოს. აი შენ რაღა დაგემართე და მორჩება ის რემონტი და გადახვალ შენ დაელედი. ო, ისე გაიწელა, მგონია რომ აღარასოდეს აღარ მორჩება რა. თაცაა დაწებული ვარ. ციცის გამო? სულ მგონია რომ აი ხა გაიგებს ელენე, აი ხა გაიგებს და აღარ შემიძლია. მერე ბიჭო მაგწოლებას რო უთხრა არ ჯობია? ბიჭო როგორ არ ჯობია, მაგრამ ვერ ვეუბნები რა. აი რამდენჯერაც დავაპირე თქმა იმდენჯერ რაღაცა მხელი შემიშალა. ეგრეთ ძმაო სულ გაგეწელება შენ. ყოლა თავიდანვე უნდა მეთქვა რა. გითხარი მე შენ. თან ახლა წარმოვიდგენ, რა რეაქცია შეიძლება კონდეს, მე ვაფშე ვეღარ ვეუბნები. არა ხა რეაქცია კარგი იქნება თქო რო გითხრა მოგატყუებ. ნუ მეც მაგას ვფიქრობ. აუ ყველას არის მაშინია იცი, სხვისგან არ გაიგოს მთავარია რა. აი სხვისგან. მაგაში 100%-იანი ხარ ძმაო. ეხლა წარმოიდგინე სხვისგან რო გაიგოს, იცი რა არის რა სიტყვის, საერთოდ არაფირებდა თქოს, ეს ცალკე შარი არის. კაროჩე რა, ერთი მიქარვის გამო, ეხლა რა დღეში ვარ ხო ხედავ. ეგრე აბა რა გეგონა შენ. ეს ბავშვი რა საყვარელია, მაგრამ რა მხელა პრობლემას უქმნის. აუ როგორ მახსოვს თავიდან რომ მითხრა ორსულად ვარო. მაშინ რაღაცა ბიზნესებს ვიწყებდი რა, რაღაცებს ვაპირებდი, მაგრამ ვიცი მახსოვს. ზაზა, ციცის პრობლემი კიდევ არ ელაპარაკებია რა. დედამისი უგავს ხოლმე ჩუმად რა, მამამის მარ ვარ გაიგოს. არც ბავშვი არ უნახავთ. დედამის ყავს სურათებში ნანახი მართლა. არა, მამედ მეც ეგრე მოიქცეოდი. როგორ მოიქცეოდი, შვილიშვილს არ ნახავდი? არა, ბავშვმა რა დააშავოთ, მაგრამ ეხლა მე რომ გონია შვილი პატიოსანი გავზერდე და მომადგეს და მითხრას, მამა ფეხუძიმედ ვარ ვიღაცა კაცისგანო არ არის მე ლამასი. ვიცი არ არის ლამასი, მაგრამ მე რა მექნა ეხლა. დავდექი წამოვიყვანე, ხელი მოვაწერეთ, ხო, სხვა რა უნდა მექნა. ახლა ეგრე ძალით. აბა ძალის ძალობით სიყვარულით მე გამყვარებია და რა მექნა. არა შენ მეტი რა უნდა გექნა ახლა. ზოგი მაგასაც არ გააკეთებდა რა ჩემქენი რამდენი მამა ვიცი შვილი ყავს ესე ქუჩაში მიტოვებული და მიგდებული. შვილი როგორ უნდა მიაგდო ბიჭო? თან აიციცო ძალიან მეწოდება ძალიან. მაგანაც რა ქნას. უბრალოდ თავარია ხშენ ელენესთან ეს თემები დაალაგო რა. ვიცი ბიჭო ძალიან ბევრს ფიქრობდა. აროში ხა თუ ამასთან ხელი არ გავაწერე, ელენესთან ხელს ვერ მოვაწერე რა. დროზე არა საჭირო რა. ვიდრე სხვა წავიყვანო ეჭვილი რეესტრში და ხელს გავაწერთ რა. ეგრე. მოდი ახლა სატრიზოლობ თქო. მოდი. ჩვენი კაცების არეულ ცხოვრებას გაუმარჯოს. აი გაუმარჯოს. კასრი ხანიკეთ ტრიალებს. ვიცი. კასრი ხანაკეთ დახტის. ესაა კაცის ცხოვრება, კამათლები ვართ ნარდის. ხან შაშეც ჩდება, ხან სეზე. კარგი ხო, ვიცი, რამდენჯერ უნდა წამიგიქო ეგლექსი შეიძლება. გაუმარჯოს. ერთი წუთით ლექსო ხო? ვიცნობთ ერთმანეთს ვინ ხართ? ლექსო ჯიბლაძე ხო? ხო არ მეშლება? არა, არ გეშლება და ვიცნობთ ერთმანეთს? მე გიცნობთ ძალიან კარგად. აუ, ძალიან დიდ ბოდიში მე ვეხსნობ რა. ერთი წუთი მგონი გელაპარაკები, ხო? ძალიან მეჩქარება და პირდაპირ მითხარი რა გინდა. ნახე, პირდაპირ საქმეზე უნდა გადასვლა. მოკლედ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცი რა ნაბიჭრობებსაც ჩალიჩ. მოიცა, რა ბაზარია, ვიღაცაში გეშლებით აუ. მე ბარიგები არავისი არ მეშლები. რა ბარიგები, ვინ ხართ საერთოდ? მაგას რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვართ? ლექსო, მოკლედ ეხლავე დაგიდეთ ფოტოებს. შენ რო ვიღაცებს წამოვსაცნო. თუ გინდა სატელეფონო საუბარს მოგასვლენია. როგორც გინდა. შეგეშინდა? ჩვენაირ ნაბიჯრებს დღეში 10 ვიჭერ, მაგრამ შენ გაგიმართვა. ჩემზე უნდა იმუშაო. რა შენზე უნდა იმუშაო? ო რა, გვეთქვი ხოლმე ვინ, სად, როდის, რა უნდა მიყიდო, გაიგე? თუ არ იმუშავებ და სროგზე წახვალ. მე არ მყავს არავინ თქვენ რომ დაჭერა მომინდებათ. კაი, ლექსო, ეხა არ გვინდა ეგეთი ბაზარი. ვიცით, შენი მომწოდებლებიც და დამკვეთზეც შენ გაგვიყვან.
თუ სროკი გირჩევნია, ა? არა, არ უნდა ლექსოს სროკზე თვალებზე ეთყობა. მოკლედ ლექსო, შენ უნდა დაგვეხმარო. ხო? რო გეკითხებიან უპასუხე. კაი, ახლა ლექსო, ჩვენ წავედით და შენ ჭკვიანად იყავი. მოკლედ ხვალ გამოგივლებ პირველი საათისკენ და წავიდეთ რესტში ხელი გავაწეროთ. ხვალ აუცილებლად ხვალ უნდა მორჩეს ეს ყველაფერი რა. ხო, და ხო იცი, ყველანაირად შევეცდები, რომ კარგი მამა ვიყო, შენ და ბავშვს არაფერი არ მოგაგლოთ. ყველანაირად შევეცდები, რომ რავი რა ვქნა ესე მოხდა რა. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. ხელი როგორ გაქვს? კარგად. გაგივლის მაგრამ. დაი. წავალ მაშინ, ხო? ხარ გამოკოლეო რა. აი მიხარება რა ხდება. ხო, მოკლედ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით რა. დღეს თათია ვნახე და საბუთები აქვს. განახა? დი, მაჩვენა. გავათვალიერე და ზუსტად ის არის ჩვენ რას ვჭირდება. ვიცი, მე მივეცი. შენ მიეცი? აბა რა გითხრა. ეკი არ უთქვია და. მე მივეცი, უბრალოდ მაგას გონია რომ ისე გააკეთა რომ მე მიმეცა რა. კარგიც არ იფიქროს ეგრე. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა რა. ვერ გამოიტანა მაინც ბოლოს და. ბოლოს რომ ნახე რაღაც იმედ დაკარგული მომეჩვენა რა. მაგიტომაც მივეცი. და რას ვაპირებო რა თქო. რას ვაპირებო და მოკლედ ისეთი სტატია უნდა დავწერო, რომ რამას გაანადგურებს სამუდამოდ რა. ძალიან კარგი რომ ეგრე ფიქრობს რა. მაგრამ რაღაცა მჭირდება კიდე რა. ხოც რა გჭირდება? არ ვიცი, ფიქრობ რა. გიორგის სურათები გადავუღეთ, ხო გახსოვს? შავებს რო ფული აუდა რა? ხო, ეგ სურათები ხო შენს გაქვს? კი, აბა რა. ხო, დადექი ხა და ეგ სურათები შენ მიეცი თათიას. კარგი. მიხდი? კი ბატონო. მოკლედ, რო შევაჯამოთ, ხესის გაყალბებული საბუთები გვაქვს. დაშინებული ხალხი, ეს სტატიები ყველაფერი გვაქვს. ამას კიდე დაემატება გიორგის ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობა. ჩვენც ეგ არ გვინდა? კარგია. ხო და ეხა კიდე ერთი კაცი ჩამოდის. რამაზიზე კიდე ბევრი ინფორმაციას მოგვასწრებს რა. ვინ კაცი? რამაზის პარტნიორი ერთი ძველია. რამაზიზე ფლობს რა ინფორმაციებს. და ჩვენ როდის უნდა ვნახოთ ეგ კაცი? ჩვენ რატო უნდა ვნახოთ? მაგას თათიას შევახვედრებ, მაგრამ პრინციპში მანამდე ჩვენ ვნახავთ და ჩვენ დაველაპარაკებით. კი ბატონო, კარგი. რამაზი უნდა მივიმსტვიოთ კუთხეში რა. მაგას უკვე გამოსასვლელი უკან გზა არ უნდა დაუტოვოთ რა. კარგია. მე ეჭვება რომ რაღაც თავი დაიზრუნოს რაღაც. არა, ვეღარ დაიძვრენ, შანსი არ არის, იმიტომ რომ აი იმ კაცს რო შეხვდება თათია, უკვე ჩათვალე რომ ეგ იქნება მაგისთვის ბოლო დარტყმა რა. ხო. ყველა ვარიანტში. გასაგებია. ესო წავედი ახლა მე და შეგეხმიანები რა. კარგია ბაზო.
აბა შენიც ფილმად რა.